იუროვსკების დინასტიის შთამომავალი დიმიტრი იუროვსკი კი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიურ ორკესტრს უდირიჟორებს. კონცერტზე თბილისის არტ ჰოლში გუსტავ მალერის მეხუთე სიმფონია შესრულდება. დიმიტრი იუროვსკი დირიჟორ ვლადიმერ და მიხაილ იუროვსკების შთამომავალია. საღამომისი დირიჟორობით თბილისში ავსტრიის საპატიო კონსულის ევა ბერგერის, ავსტრიის საელჩოსა და კომპანია აირზენას ორგანიზებით. ეწყობა დეტალები კი თამარ გრძელიძე. დიმიტრი იუროვსკი თბილისის ოპერისა და ბალეტის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად რეპეტიციას გადის. 30 ნოემბერს მათ თბილისის არტ ჰოლში გუსტავ მალერის მეხუთე სიმფონიის 3 ნაწილი უნდა შეასრულონ. კომპოზიციაზე სამუშაოდ დრო ცოტაა, საქმე კი ბევრი. ორკესტრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ სიმფონიის დაკვრა. მალერის მეხუთე სიმფონია ითვლება, რომ არის ერთ-ერთი ყველაზე რთულად შესასრულებელი სიმფონია. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი მაესტროა იუროვსკი დიმიტრი, რომელიც არის ძალიან სერიოზული დინასტიის წარმომადგენელი. დიმიტრი იუროვსკი დირიჟორ ვლადიმერ და მიხაილ იუროვსკების შთამომავალია. მისი ძმა ვლადიმერ იუროვსკი ბრიტანეთის სამეფო ფილარმონიის ორკესტრის მთავარი დირიჟორია. თავად 30 წლის დიმიტრი ამჟამად ევროპის სხვადასხვა თეატრს დირიჟორობს. რამდენიმე დღის წინ მონტე-კარლოს საოპერო თეატრში მან ევგენი ონეგინის პრემიერას უდირიჟორა, სადაც გრემინის პარტიას პაატა ბურჭულაძე ასრულებდა. ქართველმა ბანმა ცნობილი დირიჟორი საქართველოში სწორედ მაშინ მოიწვია. ეს განსაკუთრებული მომენტია, რადგან მე საქართველოში პირველად ვარ. აქ მამაჩემი და ბაბუაჩემი ბევრს მუშაობდნენ, ამიტომ საქართველოში ჩამოსვლა ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. ვერ ვიტყვი, რომ რამე განსაკუთრებული ვიცი ქართული პუბლიკის შესახებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის საკმაოდ მომთხოვნია. ამავე დროს მიმაჩნია, რომ მალერის მუსიკა გულღრილად არც ერთ მსმენელს არ ტოვებს. სამწუხაროა, რომ ეს კონცერტი არის დახურული, ეს არის ავსტრიის საელჩოს საჩუქარი ჩვენი ფონდისთვის, ფონდი იავნანასთვის და აქ მარტო დიპლომატები და ჩვენი თხოვნით კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრებიან. კლასიკური მუსიკის მოყვარულებს თბილისი არტ ჰოლი 18 საათზე ელის. ხვალინდელი კონცერტი საქველმოქმედოა და ის გუსტავ მალერის 150 წლის იუბილეს ეძღვნება.